და საფინანსო განყოფილებების. ამასთან როგორც უმაღლესი მართლმსაჯულებელი ორგანო ვალდებულების ვართ და ასეც არის რომ გეგმიურად 20 წელიწადში ერთხელ მათი რევიზია სტარდება ხოლმე, მათი საქმიანობის რევიზია. და ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხებს, მათი პასუხისმგებლობის საკითხებს, ასე ვთქვათ. ბუნებრივია, შემდგომ დეპარტამენტი მათი ზემდგომი იღებს გადაწყვეტილებას მათი დატოვების თუ არ დატოვების შესახებ რაიონულ გამგეობასთან ერთად. ჩვენ ახლა ხელმძღვანელი ახალია ხო კასპიის რაიონში ინსპექციის, თორემ წინა ხელმძღვანელობის საქმიანობა პირდაპირ გეუბნებით არადამაკმაყოფილებლად შეუპასეთ. იქაც გულშის და ქაროჩის კიდევ იმეორება. სამივეგან ახლა ახალი ხელმძღვანელები არიან. დაგვასრო დეპარტამენტმა ასე ვთქვათ რეაგირება. წელიწადი რომ დასრულდება, ჩვენ ასეთი პრაქტიკა გვაქვს, ვაძლევთ ხოლმე საშუალებას, რომ ბალანსები ყველა ციფრი დააზუსტონ და სადღაც 20 იანვრიდან გავიწყებთ ხოლმე, 20-25 იანვრიდან ვიწყებთ ხოლმე ანალიზი. რომელიც გრძელდება ხოლმე დაახლოებით 1 თვის ფარგლებში, მათი მონაცემებზე დაყრდნობით, ხო თუ შემხედარი სადმე საჭირო გახდა ეს ჩატარდება. და ამას ვიხილავთ ხოლმე შემდეგ, ახლა თქვენ იყავით შემსწრე, რომ პრინციპში ჩამოვზანდა პატრონის უხალმოლაშვილი საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და სამი მხარის ბიუჯეტის ანალიზის შეჯაება მოხდა ქალაგურში 30 სექტემბერს. აი ასეთ დონეზე ხდება ხოლმე სხვადასხვა განხილვები და თვითონ გუბერნატორთან ერთად, სამხარო ადმინისტრაციასთან ერთად, თვითონ გამგეობებთან ერთად, აი ესე სინქრონულად და ასეთნაირად ხდება. ჩვენ ვალდებულების ვართ და ვაკეთებთ კიდევ ხოლმე როგორც რეაგირებას, ისე საკითხების დასმას და თავისთავად იმ მიმართულებებს, რომ როგორ ეშველოს ამ საქმეს და როგორ გამოსწორდეს და სამწუხაროდ დღემდე ეს ინსპექციის საქმიანობაში რაიმე გარდატეხ არ შეიმჩნევა. ხაშურის გარდა. დიდი მადლობა. ვისაუბრეთ. ბაზა არის ბაზა სამოქმედება უნდა. კი ეს მსხვილი საწარმოები აღარ მუშაობენ, მაგრამ იგივე წვრილი მეწარმეები არიან თუ სხვადასხვა და ეს ბუნებრივი რესურსები 33%. გარემოს გაუჩინება 0,6%, 1%-ზე ვერ გავიდა. 200 ლარია. იქნება და როგორ შეიძლება ღმერთს უკეთესებს.